გახდება თუ არა პარტიის დამკვირვებელი, პარტიის თავმჯდომარე. ეს როგორც ირკვევა, მას შემდეგ გადაწყდება, როცა მიხეილ სააკაშვილის ახალი პოლიტიკური ფავორიტი დაინახავს, აქვს თუ არა რევოლუციური ცვლილებების რესურსი ნაციონალურ მოძრაობას. ნანუკა ჟორჟოლიანი ახლა რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ხვდება, ცენტრალურ ოფისში კი დიდი ვნებათაღელვა. მოქმედი ნაწყენია, არც მალავს და მიანიშნებს, რომ კომუნიკატორები სააკაშვილთან შესაძლოა მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ნაწილი ცდილობს დაანონსებული რევოლუციური ცვლილებების არსში გაერკვეს, თან ისე რომ ძველებმა ახლების მოსვლით ადგილები არ დაკარგონ. მაგალითად, ანა წითლიძე კი მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და პროცესებში ამომრჩევლების ჩართულობას ითხოვს. ციხიდან მიღებული დირექტივებით პარტია შიგნიდან გატყდა. თამარ ციკლაურის რეპორტაჟი. მე უნდა დავინახო, რომ რევოლუციური ცვლილებების რესურსი ამ პარტიას აქვს. როგორც კი ამას დავინახავ, ჩემგან იქნება თანხმობა. რევოლუციური ცვლილებების სურვილი პარტიაში ახლა, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, სწორედ ამ მთავარ კრიტერიუმზე იქნება დამოკიდებული მისი პასუხი. სააკაშვილის შეთავაზებაზე გახდეს არა მხოლოდ პარტიის წევრი, არამედ მიიღოს გამოწვევა და ოფიციალურად იქცეს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც. მანამდე კი პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს სააკაშვილის მანდატითა და დამკვირვებლის სტატუსით ხვდება. თანხმობის შემთხვევაში აანონსებს რეფორმებს პარტიაში. ამ საკითხზე საუბრისას კი პასუხობს პარტიის იმ წევრებსაც, ვინც უკვე სვამს კითხვებს დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგალითად, გია ბარამიძეს, რომელმაც გუშინ რეფორმების აუცილებლობაზე კი დაწერა, მაგრამ დასვა კითხვებიც იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ის ახალგაზრდები, ვის წინ წამოწევაზეც ერთის მხრივ სააკაშვილი და მეორეს მხრივ ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობენ. ბარამიძემ ვრცელ წერილს ისიც დაურთო, ნაციონალური მოძრაობა ამანათი არაა, ვინმე უცნობიან გამოუცდელი მოვიდა და ამხელა პარტია თვალდახუჭული ვენდოთო. მაგალითად, ახლა გია ბარამიძეს უნდა რეფორმა, მაგრამ ის რეფორმა უნდა, რომელსაც თვითონ ფიქრობს, რომ სწორია. მე მგონია, რომ გია ბარამიძეს ბევრი წელი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობაში რეფორმების ჩასატარებლად და თუ უნდა რეფორმების ჩატარება, ის უნდა განეხორციელებინა. ნანუკას არ უნდა მოსთხოვოს მისი რეფორმის შესრულება. ნანუკა თუ მივა იქ, მივა საკუთარი რეფორმით. ბოლოს რაზეც მე და მიშა შევთანხმდით არის ის, რომ უნდა შევხვდა რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ უნდა მოусმინო. მე ახლა ჯერჯერობით არანაირი სურვილი არ მომოძრავებს. ჯერჯერობით ობზერვატორი ვარ, დამკვირვებელი ვარ და ამიტომ ამ მოსაზრებებს თანაპარტიელების თანამებრძოლების გაუგზავნი და მე კაცმა არ იცი საერთოდ შეიძლება შეიცვალოს ჩემი კანდიდატურა და სხვა მმართველები წავიდეს ამბავი. საიწავა ამბავი და რა შედეგი დასრულდება ნანუკა ჟორჟოლიანის დაკვირვება პარტიაში არსებულ ვითარებაზე უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება, თუმცა ვიდრე სააკაშვილის მიერ თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული ჟორჟოლიანი პარტიის წევრებს ხვდება, ლიდერის გადაწყვეტილებებისა და გზავნილების გამოწყენას ვერ მალავს მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც მართალია ცვლილებების აუცილებლობაზე კი საუბრობს, მაგრამ არამთლად ასე და ამ ფორმით, რომ მისი შემცვლელის ვინაობას სოციალური ქსელიდან აგებინებდნენ. ბუნებრივია გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე შეიცვალა შუალედში. საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს. მე ვფიქრობ, რას დავაბრალო ეს მის კომუნიკაციას, მის იზოლაციას. გარკვეული როლი ასევე, რაც შემიძლია ასევე ვთქვა, ვფიქრობ, რომ ითამაშეს და თამაშობენ იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან. ვის გულისხმობს კომუნიკატორებში ბოკუჩავა არ ასახელებს, თუმცა ფაქტია, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ერთადერთი არაა, ვინც პარტიაში ლიდერის მიერ ციხიდან დაწყებული რევოლუციური ცვლილებების თუ ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაცია სააკაშვილის Facebook პოსტებიდან გაიგო. სწორედ ასე, განხილვების გარეშე გადაწყვეტილებების კულუარებში მიღებას ასახელებს ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემა ანა წითლიძე, რომელმაც ამ თემაზე გუშინ ჯერ ერთხელ დაწერა, შემდეგ კი განმარტა, რომ ის არა სააკაშვილს, არამედ პარტიაში ბოლო დროს დამკვიდრებულ სისტემას უპირისპირდება და ნამდვილ დემოკრატიას ემხრობა. მაგალითად, ლაშა ფარულავა არ მალავს, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, როგორც ცვლილებების, ისე კონკრეტული კანდიდატურების შესახებაც. პირადად მე ჰქონდა ინფორმაცია ერთი თვით ადრე, რომ ეს კონკრეტული სახელი და გვარები არსებობდნენ, ჰქონდათ ხედვა ნაციონალური მოძრაობის გარდაქმნის, გაახალგაზრდავების. მე იმიტომ ვიცოდი, რომ საქართველოში ვარ, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს არა მარტო მიხეილ სააკაშვილთან, არამედ სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან
და ყოველდღიური დისკუსია გვაქვს იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ინსტიტუციურად ნაციონალური მოძრაობა. პოლიტიკურ პარტიაში საკვანძო თანამდებობებს უნდა იკავებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ნდობა და ეს ნდობა არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ჩვენს წევრებთან, ხარდამჭერებთან და გულშემატკივრებთან. ვეთანხმები აბსოლუტურად პრეზიდენტ სააკაშვილის იმაში, რომ პარტიაში ჭირდება რადიკალური ცვლილებები, ვეთანხმები იმაში, რომ 2 წელი პარტიაში იყოს სტაგნაცია, ვეთანხმები იმას, რომ ამ სტაგნაციას ყავს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები და ვეთანხმები იმას, რომ ვადა, როდესაც ამოეწურა ყველას და არსებულ მენეჯმენტს და მეც მგონია, რომ არსებულ მენეჯმენტს ამოწურა თავისი თავი, მაშინ პარტიაში უნდა მოხდეს არჩევნები და არჩევნებში ვინც გაიმარჯვებს და ვისაც მისცემს ამორჩეველი მანდატს, შემდეგ უნდა გააგრძელოს პარტიის მართვა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა პირველ რიგში სახალხო უნდა გახდეს ჯერ საკუთარი პარტიის წევრებისთვის და ამორჩევლებისთვის. გადაწყვეტილებები უნდა იყოს ღია, გამჭვირვალობა უნდა იყოს პარტიაში. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არის ის, რომ პარტიამ დაიწყოს ახლებურად განვითარება, პარტიამ დაიწყოს ახლებურად მართვა, რომ პარტიამ მეტი შიდა დემოკრატია ქონდეს პარტიაში შიგნით. ჩააბარებს თუ არა ახლა ნაციონალური მოძრაობა შიდა დემოკრატიულ ტესტს სავარაუდოდ ივლისში დაგეგმილ ყრილობაზე გაირკვევა. თუმცა ვიდრე ნაციონალურ მოძრაობაში ზოგს სააკაშვილის პოსტები და გადაწყვეტილებები უკვირს, ზოგი კი პარტიაში დემოკრატიას ითხოვს, მათ სისუსტეზე მიუთითებს მმართველი გუნდი, სადაც ფიქრობენ, რომ ახლა სააკაშვილი პარტიაში გადანაცვლებებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ეს არის უპატივცემულობა თვითონ პარტიის მხრიდან, ქალბატონი ბოქუ ჩავასადმი და მისი რეაქციაც რა თქმა უნდა ბუნებრივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუ ჩაფიქრებული იყო, რა თქმა უნდა იქ რაღაცა პირადი კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა აქაც კარგად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს არა მხოლოდ საზოგადოების მიმართ, არამედ უშუალოდ თავიანთი ლიდერების მიმართ. არა მარტო ამ კონკრეტულ პარტიაში, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება. არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი, საკადრო შიმშილი, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულება ის საკადრო იდეები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. ხო, ეს ძალიან კარგია, მე ხშირად მithქვამს ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები, როგორც არის ნაცმოძრაობა, მისი მომიჯნავე პარტიები, წარმოადგენენ ოპოზიციის ძირითად ბირთვს, ჩვენთან ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. დანაკარგი რეგიონულ ბირთვში, ღალატი, გაყინული რეიტინგი და დისკომუნიკაცია პარტიის მოქმედთა უმჯდომარესა და ლიდერშიპს შორის. ასე აღწერს პარტიაში არსებულ კრიზისს სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი და როგორც წერს, სწორედ ამ მიზეზებმა გადააწყვეტინა ცვლილებების აუცილებლობაც. ამ ფონზე ახლა ის ნანუკა ჟორჟოლიანის დაკვირვების შედეგსა და პასუხს ელის, რადგან პოლიტიკურ ფსონს სწორედ მას ზედებს.